დილა მშვიდობისა, მოგესალმებით, გამარჯობა ნინომ. დღეს კაი დღე გვაქვს. ძალიან გახარებული ვარ. მეც გვეშველა აწი არაფერი აღარ გვიჭირს, შემოვიდა მისი უდიდებულესობა ეკალა. გურულად ძიგურა, მეგრულად ძიგირა. მაგრამ მე არ მეგულება დასავლეთ საქართველოში ადამიანი და კუთხე, ვინც ამის მოსვლას არ ელოდებოდეს და არ უყვარდეს გაგიჟებით. უფრო მეტი გითხრა, მე ვიცნობ ხალხს. კაცების ერთ ჯგუფს თანამდებობის პირები იყო მთელი ცხოვრება და ეს რომ შემოვიდა და აქეთ ხო არ იცოდნენ აღმოსავლეთს და ზესტაფონში მიდიოდნენ ამის საჭმელად. რას მელაბარაგებ? დედას გეფიცები. პარასკევს რომ მიდიოდნენ შაბათი კვირა ეკალაზე მივდივარ და ეკალაზე. აი მიზეზი უფრო მგონია მე ვიდრე არა მართლა ეკალას და აი შეხედე. და როდინდელ თანამდებობებზე ლაპარაკობ? საბჭოთა თანამდებობებზე? მე თანამდებობებზე ლაპარაკობ, გულისხმობ საბჭოთა თანამდებობებზე. გასაგებია. შეხედე. გადევირე ვიფიქრე ჩვენი ჩინოვნიკები დადიან ზესტაფონში ეკალა საჭმელად. ახლა ვიღას უნდა ზესტაფონში თბილისში იყიდება, მაგრამ რა ღირს იკითხე. ისწავლეს. მე გეტყვი ქართლიდან ჩამოვაქვს ჩემთვის ვაბარებ ბოლო რამდენიმე წელია და ხოცავენ მათ ეკალას ბუჩქებზე. არა ჩემია მე უნდა მოვკრიფ, არა ჩემია მე უნდა მოვკრიფ. იციან. უკვე აქაც. უკვე იციან კი, ახლა უკვე წამოვიდა ჩვენს ბაზარშიც იქნება ბლომად. ნახე, რანაირი დუყებია, მაგრამ ეს არის სამტრედიის. ყველაზე ადრე თურმე შემოდის ეკალა სამტრედია. საერთოდ სამტრედი და ქუთაისი ყველას ასტრებს ორი კვირით. ბალიც, ყემალიც, ბალიც, ყველაფერი. ჯოღზე აცმული ბალი რომ იყიდებოდა, გახსოვს სამტრედიაში? იყიდება ახლა შესასვლელში რომ შემოვა ახლა მაისის 15 რიცხვიდან. კი, ჯოხებიან იყიდება 10 წალი 10 კეკალიაზე. ზურა. დიახ ბატონო. შენ თუ ყოფილხარ ეკალას მოსაკრეფად. რამდენიც გენებოს? ხო არა, მე ერთხელ ვყავდი მამაჩემ წაყვანილი ქობულეთთან იყო. მომე ცოტა გავარჩი. კიკერის არა, გადარჩეულია ყველა. მაინც გადავავლებ ხელს მომეც. შენგენაც. აი ერთი ცალი. ეს ყველა უნდა გავთუთქო. ეხლა, მაგრამ გადავარჩიე, დავრეწყე, დავახრიჭინე და გავამზადე, იმიტომ დღეს ეკალას ვაკეთებ სამნაირად. და მაგას ვიტყვი გავამხელ ახლა ჯერ პირველ რიგში. ო, ათუხთუხებულა. ადუღებული თუხთუხა დაცლილი აქ მაგი. აი, არ ვიზა მაფერს. არა. ნინო მეიღუბრლა დღეს რაც ხარ ელემენტარი ღრუბელია. რა ვიცი, მე აბა ერთი მზე აღარ დაგვენახა წესიერად. ხო, ასე თელი დღე არ დაგვენახვებია. დილას თუ დაგვენახვება, საღამოს ჩაბდელდება. კი ბატონო. ჩაშავდნენ და არ დაგვასხამდეს წვიმა თავს. სულ მეხვეწება შიგნით გავაკეთოთო და მე ვიწევი გარეთ. ხო და ახლა რომ გაწვიმდეს, ყველაფერი ჩემი ბრალი იქნება. ოჭვათოში ვდგან ვართ, აი დაგვასხამს. ოჭვათოში როგორ მიყვარს ეს სიტყვა ოჭვათ, ნახე. ამას ტარახინები ქვია, ტარახინა. ტარახინა, აი ეს ძალიან გემრიელია. ნინო რა ღირდა ახლა? 15 ლარი. ვაი შენი ჭირი მე რა კაია. 15 და მე წეღამყვებოდი მამაჩემს წაყვანილი ვყავდი ქობულეთთან იყო თიკერის სამონადირეო აყვეთილი მამა ხო მეტყევე იყო და ერთხელ წაგვიყვანა ეკა ეკალა საკრება დედას პიცა. ჩაყარე ნინო. კი ეხლა ვერ ერთად უნდა ჩავყავი. მეტი უნდა ღირდეს, მეტი იმფერი საშინელი მოსაკრეფია. აი მე მაგის სიტყვამდე ისეთი ცუდი საკრეფია ხო ვითომ ბარდეს არის უნდა თან უნდა შეარჩიო დუყები უნდა იყოს. იცი ჩვენს გარდა არსად რომ არაა დედამიწაზე? არ ხარო? არსად ველურად არ იზრდება ეკალა და არავინ არ ჭამს ჩვენს გარდა. რას ლაპარაკობ? გიჟდებიან გერმანელები, ფრანგები, გუშინ გერმანელის ტურე ვიყავ და გაგიჟდე. მოწონთ ხო? ამაზე და ველურ სატაცურზე გიჟდებიან. ხო, იმიტომ მაგაც მართლა რაფერი კარგებია ნახე. ეს ეხლა წითელი ახალშემოსწორე მე უკვე რო გამწვანდება და გაყავისფერდება არაფრად აღარ ვარ. აი, უხრაკაია. ის რეფლექსები და მემართა. ზურა, მე ხლა ეს ყველა ერთად უნდა გავწურკო, ოღონდ დიდხანს არ შეიძლება ჩახარშვა უნდა ერთი უნდა მეიწალოს და უნდა ამოვყარო. აი ბატონო. ამიტომ ერთად ჩავყრი აგერ შენიშნებარ თვით. მე თანახმავარ. ნახე რა ეს არის ეკალღიჭი რომა, ის ნამდვილი ეკალღიჭი რაც არის. გურიაში კურკანტელას რომ ვეძახით, ნაყოფია ის მაგის ნინო. ის წითელი კურკანტელა. ჩიჩილაღზე რო ვაბუნებ სახალწელს. ჩიტიო კურკანტელს ვერ გეიტანს იმფერი ტყიაო. ამფერი გამონათქვამი არსებობს. ესე იგი ისეთი სქელი ტყიაო, ჩიტი კურკანტელს ვერ გეიტანსო. ესე იგი ბარდებია, გადახლართული. ხო, გაბარდულიაო, ხშირი ტყიაო, ამის აღსანიშნავად იყენებენ. მე მიყვარს ნიგვზიანი ნინო. ეხლა ნახე რა ხდება. ყველაფერს ვაკეთებთ დღეს. 3 რეცეპტია ცნობილი ეკალასი. გურიაში ჩემები მაგალითად აკეთებს მარტო მწვანილით და ძმრით. ყველანაირი ამ გაზაფხულის მწვანილი უნდა. დაგიჭრი მწვანის. კი, ეს ყველა დარეცხი და ესენი ყველა მჭირდება ეკალასთვის. მარტო მწვანილით ეკალთ და წიწაკით ანელებენ.
პრასი უხდება, პრასი. პრასი აუცილებლად. ნახე ვანელები, სამტრედიელები იქეთ ქვემოიმერეთში. აკეთებენ ტყემლით, ახალი ტყემლით. კაია, ბებიაც აკეთებს. ძალიან გემრიელია. მაგრამ ნახე ზესტაფონი, ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, აი ზემოიმერეთი აკეთებს ნიგვზით. უფრო კულტურული და ის სუფრებისთვის არის ნიგვზიანი. ხო, აბარა. ეს ხო ძალიან გლეხურ ხალხურ საჭველად ითვლებოდა ისე სახელდახელო ჩიანელებდნენ. ამ დროს და ცხელჭას გამოუცხობდნენ და კაიჯერი იყო ერთი, მაგრამ ეხლა ძალიან ძვირ საფას სუფრებზეც გამოაქვთ, ძალიან და დელიკატესია. მაგაზე კაი რა უნდა იყოს. ახლა შენ ვიცი ასეთი რამები არ გიყვარს, მაგრამ უნდა მე მაგალითად ზამთარშიც მაქვს ეკალა, იმიტომ ასე ვინახა. ახლა ეკალა თუ არ ვჭამე ზამთარში დაკონსერვებული კი შეიძლება ის. ვაიმე, იცი როგორ მოწონს? არ ჭამე ნინო, ახლა ბოტულიზმი არ დაგემართვა. ახლა არ ვაკეთებ, ბუტულიზმი არასდროს არ დამართია, მთელი ცხოვრება ვინახა. და რატო ინახავ, რატო? მარხვაში ისეთი კარგია, ისეთი ახალი კარგი გემო აქვს ზამთარში, ვაკეთებ, ყველა ძალიან მოწონს და შენ აფცაც ინახავ ფილაში და სიმინცაც. აფცაც ვინახავ, სიმინცაც ვინახავ, მაგრამ უკვე არაფერს აღარ ვინახავ, არავის აღარ უნდა. ამ ურაბებს რო ვაკეთებდით, ნაირნაირებს, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ტკბილის ასეთი არჩევანი. ზურა. არავის არ უნდა, მაგრამ რა ხდება? სტუმრისთვის ერთ კუთხეში რაღაცა განსაკუთრებული მაინც უნდა კონდეს შენახული. თითო კილო თუნდაც გემრიელი და ხო, მაგრამ მე არ ვარ მომხრე მაგის შენახვის. არ მომწონს. აი მაინც წამუღი, არ წამეიღო მეთქი გუშინ უთხარი, მივწერე, მაინც წამუღი. ხო რომ მეჩვენებია და ახლა ეს რა არის, იცი? ამას გავაკეთებთ ჩვენ. ეს არის ცაცხვის ყვავილის სიროპი, ზამთარში წამისი ჩაის სვამ, როცა გაციებული ხარ. არაჩვეულებრივია. იასამნის ყვავილები რო გამომიგზავნე, ესო გავაკეთოთ. ის გულისთვის არის კარგი. ხო, კაია. და ცაცხვის ყვავილი სულ არის 1 კვირა, 10 დღე. მოუკრიფავ კარგი დაბუჩქულები რომ და აი ასეთ სიროპს ვაკეთებ. ზამთარში ამაზე და ისთვის ამაგის სიროპი. გაციებისთვის არის ცაცხვის. მაგრამ ახლა ზიგურასთან რა შუაშია? არა, შენახვებთან დაკავშირებით წამეიღე, ვინახავ მეთქინ ესეთ რა. და წაბლი არ წამეიღე შენი პორტფელით, გუჩის პორტფელი. გუჩის პორტფელში მეტი არ ჩამეტია. ერთი ისა აქ რა ქვია, ყალბი გუჩის პორტფელი, ლაკის. ხო და მოდრი აშთება და მეიტანს კონსერვები აქვს ჩაწყობილი შიგნით. გუჩის მე აგრძალული მაქვს და ამ გუჩის ჩანთიდან ამეიღებს ბანკებს ასე და მე მიტოვებ ჩუმად რომ წავა მე აღმოვაჩენ რომ დამიტოვა შენ რომ წახვალ საზღვარს გარეთ გუჩის პორტფელი რა ნამდვილი წი ჩოკი კი მაგინედით იყავი შენ აბა რატო დასინი ჩემს აგერ ლილოს ბაზრობა მიაკ გუჩის პორტფელებს საზღვარგარეთ რომ არ ჩამოგიტანო მე თავი მომაკ არ დაგჩინი კაცო ამბობ ჩემი გუჩის პორტფელით მე თავი მომაკ მე ამე არა ამას მეტი არ უნდა ეხლა всё წავიდა ზურიკო ხო და ეს ჩემო ბატონო ასე ახლა პატარ-პატარა კონებად ყიდიან და უფრო მეტი მოდის მოი ახლა და ნუ გაგეცინება რა ფერ ამბავს ატრიალებს ეკალას მე? აბა მე? ეს არის დელიკატესი. ხო და ამეიღე. მაცადე კი. ექსკავატორივით ვიღებ, ხო ხედავ? დანანანა. შეხე ერთად ამეიღო ერთი ტაშტი. ერთი ტაშტი, აბა ეგა ტექნოლოგია. ტექნიკაი მალადიოში. რაფერი ნაზი ხარ, შენ გენაცვალი. არ გამოდის ნაზად ცხოვრება, ჩემო ზურიკო. ხო ხედავ? გელი უნდა იყო და მგელზე უფრო მგელი. მაგრამ აი რომ გადმოგებრუნებია პირდაპირ ამ თუშპალანში. მაგით შეიძლება. არც მანახ. სულ მეშინია რომ გადამარებს თავზე იმქვავს. და დამავიწყდა ახლა ამდენ ლაპარაკში და პოტიკში დამავიწყდა ლიმონი უნდა მექნა ამისთვის. მისთვის რომ ფერი შენარჩუნებინა. ახლა მოასხი ნინო ახლა. ახლა უნდა ხო აჰა. აი ახლა რომ ფერი შეინახოს. იმას უნდოდა, მაგრამ ახლა მას უშობა. ცოტას მაინც დაიჭერს ფერს. ხო, კაი. აბა შენ ხო არ მაცდით ლაპარაკში შემიტყვებ და მე მავიწყდება მთავარი საქმე. ხო მე შემოგიტყვე შენ გადაცემაშიც, ვიდეოებში, ჩემ მოტყუებული ხარ შენ. ხო შენ ასე გევიტაციასია. შენი მოტყუებული ვარ მე. ასე მე შემევიტყვე ყველგან. ასეა ბატონო. აბა მაგარი შემოსატყუებელი ვარ მე. რა გინდა ახლა, რა გინდა? არე, აი, ეხლა ცოტა წაგრდეს რომ დავჭრა და დავიწყო პირველი ვაკეთებ გურული რეცეპტით. ანუ მწვანილით, პრასით, ახალი ნიორით. ნინო, რამდენჯერ უნდა გითხრა, რატომ არ აღნიშნავ რაფერ მწვანილს მოგიტან ხოლმე? მოვა მაგის დროს ახლა ჯერ არ დამიხედია ქინძისთვის და რო დავხედავ. ხო და დახედა რაფერი ღერები აქვს ამ დროს რომ გექნება აკატრებული ქინძი, დათესლებული. გაზი როდის უნდა გამომიცვალო? გაზის შემდეგ სეზონზე, ახლა ამ სეზონზე მაგით უნდა გახვიდე. ბაცადე ჩემო ბატონო. შემდეგ სატელევიზიო სეზონზე გექნება ახალი ტექნიკა. აჰა.
მე ჭუმახ შენ მიგიწევენ რომელიმე გადაცემაში. აუცილებლად მიწვეული ვარ უკვე. და მოლაპარაკებების გამართული მაქვს. ხო და იმ ნამდვილ გადაცემაში მე ითხოვე კაი ტექნიკა. მიცოდე ხო მქობულეთებზე დიდი მოთხოვნა. მართლა? აბა და რას გთხოვე? იგი ვიცი გზაში რომ მოგთხოვა კაცმა წამყევიო. მუთაკით რომ მიდექი. მე ახლა ამას დაგიჭრიბარე. ხო. რადგან გარეცხილი გაქვს და გალამაზებული გაქვს, სანამ მაგი გაგრილდება, მე ზურასთან წავალ. ხო, მე მანამდე ამას მოვიხედავ, ნიგოსაც გავამზადებ იმერული რეცეპტისთვის, ტყემალი მაქვს მოტანილი. მწვანე ტყემალი გაქვს ნინო? ხო, მწვანე ტყემალი მაქვს და სხვათა შორის დედა ინახავდა ასე მწვანე ტყემალს და მე ახალი სუნელით გადაანელებდა სანამ ახალი იქნებოდა. ხო, ადრეა. იმ არომატს ხო, იმიტომ რომ ეხლა ვერ არის ჯერ. თან ეს ცივი აპრილი რო არის, ცოტა მე მგონი დააგვიანდება მაინც. ხო და ის ალუჩა რაც ყოფილა, თურმე თურქული ყოფილა, იცი? რა შემოხთ? აბა სადა იმ ხელ ალუჩები ჯერ არა, ჯერ ჩვენთან არა ხო. მაგრამ ტყემალი ყოფილა უკვე გამოსულა იმაში. კი. მე არ მინახავს ტყემალი ჯერ და ახლა ლაგოდეხში პატარები იყო, ჯერ არ მეიკრიფებოდა, გული არ ქონდა. ის ამწარებს საჭმელს ზურა. ხო, არა, გული ჯერ გამარჯვება. არა, ხო, წყინტი რო არის, გული არ იმოშება. მე ანინო, მე ახლა წავალ ცოტა ხანი ზურას ძნელი საქმე აქვს, მას აუსალამაზებს, ასუფთავებს და მივეშველები და მოვალ. ცოტ-ცოტას გავაკეთებ ყველას რა. თუ ერთნაირი გავაკეთო ყველა. არა, სამი სხვადასხვა. ხო და გავაკეთებ ახლა სამ სხვადასხვა. ვასი ამოვნოთ გურულებსაც, ვასი ამოვნოთ მეგრელებსაც. აგი დავმალო ხო შემოგაპარე დღეს მაგრამ. არ მინდა არა, კაცო, შარშანდელი რატო უნდა ვჭამოთ ახალი? არა, ეხლა ახალი არის, კაცო, რატო უნდა ვჭამოთ აბა რა. რაფერი რედისკა მაქვს, შეხედე ერთი რაფერია. გადასარევი და მშვენიერი. ჩემო პატარა. დროები ზურა, ოღონდ დიდხანს არ დააგვიანო, რა ეს უკვე წაგრილებულია და მალე იქნება.